ესეთი ჩვეულებრივი კილა თუ გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი. შეინახე ვიდეო, რომ არ დაკარგო რეცეპტი, გამომიწერე და დავიწყოთ. ვიყენებთ აბსოლუტურად ჩვეულებრივ კილას. ნებისმიერი წავა, უბრალოდ მთავარია იყოს პატარა. გადავიტანოთ კილაში 1 ცალი კვერცხი და დავამატოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. აქვე ვამატებთ 1/2 სუფრის კოვზ ზეთს და 1 სუფრის კოვზ რძეს. ასევე დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. აქვე ვამატებთ 1/2 სუფრის კოვზ კაკაოს. დავახუროთ თავსაფარი და კარგად ვანჭყრიოთ. სანამ კილას ვანჭყრევ, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა. სხვათა შორის, აქვე მადლობა მინდა გადაგიხადოთ, TikTok-ზე უკვე 162.000, ხოლო Facebook-ზე 131.000 ვართ. მასა უკვე მზად არის, ბოლო ეტაპზე ვამატებთ შოკოლადის ნატეხებს. სანამ დესერტის მომზადებას დავიწყებდი, წინასწარ გაზზე დავდგი ქვაბი წყლით. ქვაბში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ კილა ნახევრამდე მაინც დაფაროს. გადავიტანოთ კილა ათუხთუხებულ წყალში და დავტოვოთ დაახლოებით 20-25 წუთი, ჩემთან 25 წუთი დაჭერდა. პერიოდულად შეამოწმეთ ხოლმე და დაინახავთ, როგორ გაორმაგდება ბისკვიტი. ბოლოს შეგიძლიათ შეამოწმოთ ხის ჩხირით და თუ არ ამოყვება მასა, ესე იგი მზად არის. რამდენიმე წუთი ვაცადოთ შეგრილდეს და შეგვიძლია გავსინჯოთ. მართლა ძალიან გემრიელია, შეგვიძლია დავამატოთ ნებისმიერი კრემი ან ხილი. სხვა საინტერესო რეცეპტები რო არ გამოტოვო, აუცილებლად გამომიწერე. დროებით.